ნომერ 4 საჯარო სკოლის ხელოვნების საგნის პედაგოგის ეკატერინე ოსტროვსკას იდეას, რომ სემესტრის შემაჯამებელი გაკვეთილი და სამახსოვრებელი და კრეატიული ყოფილიყო, მოსწავლეებმა ფრთები შეასხეს და დამსწრეთ დასამახსოვრებელი სანახაობა აჩვენეს. თეორიული სწავლება პრაქტიკაში, ასე ერქვა პროექტს, რომლის შემაჯამებელი აქტივობა დღეს შედგა. მუსიკა, ცეკვა და ფერწერა. დღეს ამ სინთეზით ეკატერინეს მოსწავლეებმა ხელოვნების სიყვარული და ამ ყველაფრის თავისებური აღქმა გვიჩვენეს. თემატიკით კი დღევანდელი შემაჯამებელი გაკვეთილი ახალ წელს მიეძღვნა. ჩემი აზრით ეს კონცერტი იყო ძალიან კარგი და მეც ძალიან მომეწონა. ჩვენ ამ ნახატებისთვის ასე ვემზადებოდით. კლასში ხელოვნების გაკვეთილზე ალბათ 1-2 გაკვეთილი ვდებდით ამ ნახატებს და ყველა 4-5 ბავშვი ვაფერადებდით. ჩვენ ყველა ერთად მეცადინეობდით, ყველა ერთად ვიყავით და ძალიან მოგვეწონა ყველას. დიდი ხანი არ ვიყავი ამ ცეკვის რეპეტიციებზე. სულ რაღაც სამი რეპეტიცია გავიარე ამ ცეკვაზე და მაქსიმალურად ვეცადე, რომ დღეს რაც ვისწავლე, ყველაფერი რაც შემეძლო კარგად გამომემჟღავნებინა და რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე. საახალწლო თემატიკის გამოფენა, დიახ, არის პერფორმანსი ჩვენი ხელოვნების მასწავლებლის ეკატერინე ოსტროვსკას შემოქმედება არის, უпроსტად მან გააკეთა, მან მოიფიქრა ეს ყველაფერი და ჩვენს არაჩვეულებრივ ბავშვებთან ერთად თქვენ ხედავთ, რომ საოცრად დიდი სილამაზის მომსვლელი გავხდით. მისთვის დამახასიათებელი კრეატიულობით დღეს გვაქვს შეხვედრა, რომლითაც ალბათ ყველანი ყვაყოფილი ვართ, ბავშვებიც, მშობლებიც და ზოგადად ვინც დღეს აქ მოგზავნდა. მინდა წარმატებები უსურვო ყველას. პროექტი დაიწყო რამდენიმე თვის წინ, როდესაც გადავწყვეტეთ, რომ გვინდოდა რაღაც შემაჯამებლის გაკეთება. ეს დაიწყო ჩემ კლასთან ერთად და მეხუთე მეორე კლასთან ერთად. ბავშვების იდეა იყო, რომ ამაში ჩართულიყო სხვა ჩემი მოსწავლეებიც, რაც ძალიან სასიხარულოდ მივიჩნია და ბავშვებმაც ასეთვე ძალიან დადებითად გამოეხმაურეს დანარჩენი კლასებიდან. ძალიან დიდი შრომა ჩაიდო ამ ყველაფერში ბავშვების მხრიდან, მონდომებით იმუშავეს. ეს არის პროექტი, რომ თეორია გადმოგვეტანა პრაქტიკაში და რაც გავიარეთ, ვისწავლეთ თეორიულად, შეგვეძლო ეს ყველაფერი პრაქტიკით მოგვეტანა მაყურებლამდე და მნახველამდე. ასევე ანუკი მასწავლებელი ძალიან დაგვეხმარა, რადგან მან მოამზადა ჩვენი საგამოფენო გახსნისთვის პერფორმანსული ცეკვა. ძალიან ლამაზი გამოვიდა, ეს ვფიქრობ, ეს იყო ფრიდა კალოს და ვან გოგის, ასე რომ ვთქვათ, საახალწლო ვალსი. და პლუს ამას ახდა კიდევ მოძრავი სურათების პერფორმანსის, რომელზეც ასევე კი ბატონო რეპროდუქციები, რომლებზეც ასევე მეხუთე მეორე კლასმა იმუშავა. მე პირადად ვარ ძალიან ბედნიერი, რადგანაც ძალიან დიდი შრომა და მონდომება დავინახე ჩემი მოსწავლეების მხრიდან.